ვისგან ან რისგან თავისუფლდები? მოგესალმებით ჩემი ძვირფასებო. ვისგან ან რისგან თავისუფლდები? ვინ ტოვებს შენ ცხოვრებას, რა ტოვებს შენ ცხოვრებას? ეს არის ადამიანი, რომელიც გაკვირდებოდა, ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც ამ ეტაპზე კარმის კანონი მოქმედებს, ჩემო კარგო, მის წინაშე დგას სამართლიანობის ენერგია. შეიძლება იყოს ასევე რაღაც ადამიანური სამართალი და ასევე შეიძლება იყოს ღვთიური განაჩენიც. მას აქვს ცხოვრებაში კოშკი, მეგობრებო. ძალიან რთულ ენერგიებშია. შესაძლოა ეს იყოს თქვენი პარტნიორიც, შესაძლოა იყოს ადამიანიც, რომელიც გაკვირდებოდა 24/7-ზე, რომელიც თქვენ ზურგს უკან ჭორაობდა თქვენზე, რომელიც ნეგატიურ პროგრამას უშვებდა შენ ცხოვრებაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინახეთ ამ გაშლაში, ზუსტად ამ ადამიანისგან თავისუფლდებით. შესაძლოა იყოს ქალიც, სხვათა შორის, ქალის ენერგიაც ამოდის და ასევე ვიტყოდი აქ, რომ თქვენ ჩართეთ თქვენს ბედში, როგორც ჩანს, პროგრამა, რომელიც აი ამ ბუმერანგებს მასთან აბრუნებს. ალბათ ან იწმინდებით, ან ლოცულობთ. ბევრთან ეს ადამიანი თქვენი წყალობით აღწევდა მატერიალურ ენერგიებს. თქვენ ხართ ვარსკვლავები. რაღაცა მატერიალურზე იქნებოდა აქვე საუბარიც. ალბათ, ბევრ პროცენტში, დიდ პროცენტში. და ასევე იპარავდა თქვენგან ენერგიას. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, უმართლებდა მას და არ გიმართლებდათ თქვენ. ანუ ადამიანი იყო, როგორც ჩანს, ვამპირი. მისი ცხოვრება დღეს, მეგობრებო, სირთულეებით არის სავსე. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ემოციურად, ისე ცხოვრებისეულადაც. კარმული გაკვეთილების აქტიურ ფაზაში მოხდა. მისი ქმედება საკუთარ შედეგს აბრუნებს მასთან. ქმედება მისი იყო თქვენს წინააღმდეგ. აქ საშინელებას აკეთებდა, არ ვიცი რა ჩასდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აბსოლუტურად ანადგურებდა თქვენს ენერგეტიკას, ძვირფასებო, ხვდებით? ვისთან როგორ, არ ვიცი, ვინ იყო ეს ადამიანი, რას აშავებდა, რას გულისხმობს ახლა პროგნოზი, რა პასუხს გვაძლევს, მაგრამ ვიცოდეთ, რომ მასთან ბრუნდება აბსოლუტურად ის ყველაფერი, რაც მან მოიტანა თქვენს მშვენიერ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასო, გამომწერებო და მეგობრებო.